მოგებით მეტალების სტუდიაში თქვენ უყურებთ გადაცემა ალგორითმს. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და დამაფიქრებელ საკითხზე, როგორც წვლის ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარს. ხელოვნური ინტელექტი რეალურად ჩვენს პროფესიულ ყოველდღიურობაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის სამუშაო გარემოს, მოთხოვნებს ადამიანურ უნარებზე, რომელი პროფესიებია რისკის ქვეშ, სად ჩდება ახალი შესაძლებლობები და როგორ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, სადაც ადამიანი და AI ერთობლივად იმუშავებენ. ამის შესახებ ვისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ოთარ კვირიკაშვილი. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან საინტერესო იყო უნდა აღვნიშნო ეს კურსი, რაც გავიარეთ და საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ პროფესიებს ეკუთვნება ცვლილებები ახლოს 5 წელიწადში? მადლობა ანა კოლაბორაციისთვის, ერთობლივი გადაცემისთვის. ეხლა რაც შეეხება პროფესიებს, რას მოიტანს ზოგადად ხელოვნური ინტელექტის განვითარება და რაც უფრო წინ წავა ხელოვნური ინტელექტი, სად ვიქნებით ჩვენ და სად იქნებიან სხვადასხვა პროფესიაში დასაქმებული ადამიანები. ხელოვნური ინტელექტის განვითარება პირველ რიგში რა გამოწვევებსაც წარმოშობს, ეს არის ის, რომ ადამიანებმა ახლებურად უნდა დავიწყოთ აზროვნება და ადამიანები უნდა ჩამოყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმყოფებით აბსოლუტურად სხვა ეპოქაში, რომელიც ყოფილა კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რადგან არ დარჩება სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შეაღწევს და ხელოვნური ინტელექტის გავლენა არ იქნება ამა თუ იმ სფეროზე თუ ამა თუ იმ ადამიანზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა სფეროებს, რა სფეროებს შეეხება? განსაკუთრებით შეეხება იმ სფეროებს, სადაც დღესდღეობით ადამიანები ასრულებენ რუტინულ სამუშაოებს და რისი ავტომატიზაციაც არის შესაძლებელი. ეს ეხება ალბათ დამწყები იურისტებს, ჟურნალისტებს, ტრადიციულ ჟურნალისტებს, ვინც აქამდე მხოლოდ სტატიების ან ბლოგების წერით იყვნენ დაკავებულები, ბუღალტრებს, ოფისის თანამშრომლებს, კოლ-ცენტრების ოპერატორებს, თარჯიმნებს და ასე შემდეგ. თუმცა არ შეიძლება რომ ადამიანური ფაქტორი მთლიანად გამორიცხოთ და ამოვაგდოთ ადამიანი ამ კონტექსტიდან, ესე არ იქნება. თუმცა იმ რუტინულ საქმეებს და იმ რუტინულ საკითხებს აბსოლუტურად გაამარტივებს ხელოვნური ინტელექტი. რაც მათ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ადამიანებისთვის სამსახურის დაკარგვაც. სამსახურის დაკარგვა, რადგან თუ მე ვარ ბიზნესის მფლობელი და ამ ყველაფერს გამიკეთებს ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის აგენტი, მე აღარ დამჭირდება ოფისის თანამშრომელი, ვინც რაღაც საბუთებს მიწესრიგებდა თუ რაღაც ბუღალტრულ საქმიანობას მიკეთებდა თუ რაღაცა დამწყები იურისტის საკითხებს აგვარებდა, თუნდაც კონტრაქტებს ააფორმებდა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან. ასევე დაკარგავენ ალბათ სამსახურებს ადამიანები, ვინც ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობს და ამ ბევრი მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს ლოგისტიკის, დაგეგმვის, საწყობების, მოწყობის და ასე შემდეგ. ბევრი მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი დაიკავებს ადამიანების ადგილს ჯანდაცვის სფეროშიც, რასაც აქამდე იყო რუტინული და ვთქვათ ადამიანების აღრიცხვა, რაშიც ისედაც დრო იკარგებოდა. ეს ერთ მხრივ ორპირი מחვილივით არის რა, ბევრჯერ მომაქვს ხოლმე ეს მაგალითი, როგორც ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ვისთვის უარყოფითი ექნება და ვისთვის დადებითი. ადამიანები, ვინც კარგად გაიაზრებენ, რასად ვიმყოფებით, მოემზადებიან, გადამზადებას მოახდენენ საკუთარი თავის, საკუთარი ორგანიზაციის, ეს ადამიანები ამ ადამიანებისთვის პირიქით ხელოვნური ინტელექტი იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ გაუმარტივდეთ პარტნიორს შეიძლება ეს ხალხი ხელოვნური ინტელექტის სახით, გაუმარტივდეთ საქმე, მეტი დრო დარჩეთ ფიქრისთვის, შექმნისთვის, რაღაცის განვითარებისთვის, მაგრამ ადამიანები, ვინც ვერ აღიქვავენ იმას, სად ვიმყოფებით და რა შეიძლება, რა გამოწვევებს წინაშე ვიმყოფებით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება აღმოჩნდეს მტერი. და ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დაიკავოს მათი ადგილი. ხელოვნური ინტელექტი რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით არ დაიკავებს მათ ადგილს, მაგრამ მათ ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის ცოდნა და უნარები საკუთარ საქმიანობაში. აი ეს მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული პროფესიებისთვის დაგვიანებული წყია ეს
ეს ამბავი, იმიტომ რომ აი მაგალითად კოლ-ცენტრები ვთვლი, რომ უკვე ეს აქ ადამიანები აღარ უნდა მუშაობდნენ, თავისუფლად შესაძლებელი ხელოვნურმა ინტელექტმა. და მასეც არის. კი, მომდევნო 1-2 წლის პერსპექტივაში საბოლოოდ ყველა დონეზე შევადა აქტიურად თავიდან ბოლომდე 100%-ით აითვისებს ალბათ ამას. აითვისებს რომ მთელი სამსახურებს აითვისებს ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი. ახალი პროფესიები დაიბადება. ნუ მოკლედ მიდის ამაზე საუბარი და მე იმ დღეს უსმენდი სემ ალტმანს, OpenAI CEO-ს, რომელიც არის აი ეს ChatGPT-ის მფლობელი და ის ამბობს ესეთ რამეს, რომ მოდელებზე დაკვირვებით, სხვადასხვა მოდელებზე დაკვირვებით, ისეთი როგორც არის დიდი ენობრივი მოდელები, კიდევ სხვა მიმართულებები აქვს ხელოვნურ ინტელექტს, როგორ მუშაობენ ისინი და როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთში, აუცილებლად გვექნება რაღაც დისციპლინა, რომელიც იქნება და დადგება ყველაზე მაღლა 5-10 წლის პერსპექტივაში. სადაც 10 წლის პერსპექტივაში რაღაც ისეთი დისციპლინა, რომელიც გადასწონის ყველაფერს. შეიქმნება ალბათ ახალი სფეროებიც და ისეთი დისციპლინებიც, რომელიც ჯერ არ ვიცით თქო, როგორი იქნება, რა იქნება, რა მიმართულებით იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება, რადგან კიდევ ვიძახი, შრომის ბაზარი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ტრანსფორმირდება, შეიცვლება. შენ ძველი უნარები და ძველი ცოდნით აღარ გექნება იმის საშუალება და იმის შესაძლებლობები, რომ მარტივად დარჩე სამსახურში. კიდევ ვიძახი, რომ შენს ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნებათ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, იმ ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე ეხლა წარმოვიდგინოთ, ამდენი გათავისუფლებული ადამიანი და ამდენი სამსახურდაკარგული ადამიანი ალბათ რაღაც სხვა მიმართულებით წავა, რაღაც ახალი გაჩნდება მათთვის, ალბათ სახელმწიფო მართვის სისტემებით შეიცვლება, ზოგადად ბიზნესის ზოგადად ქცევის მოდელი შეიცვლება ადამიანებში და ბიზნესებში და თან რაზეც ვსაუბრობთ, ეხლა ეს აღარ არის რაღაც 100 წლის პერსპექტივა, ხო? და აი უახლოესი 5 წლის ამბავია ალბათ ეს, რომ განსაკუთრებით საქართველოში დავდგებით მაგ დარტყმის წინაშე და რატო? დღესდღეობით ვიცით, რომ ჩინეთიც, შეერთებული შტატებიც, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებენ ხელოვნურ ინტელექტში. აღარ მაქვს საუბარი Google-ზე, Microsoft-ზე, OpenAI-ზე და ასე შემდეგ დიდ კომპანიებზე. მე ვიძახი უშუალოდ სახელმწიფოები როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით. და ადამიანებიც გარკვეულწილად ამ ქვეყნებში შემზადებულები შეხვდებიან ახალ ეპოქას. და იმ პერიოდს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მართლა ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგუჭირდება. და ჩვენ ამ დროს ჩვენთან არანაირი სახელმწიფო ინიციატივა არ არსებობს, არ არსებობს AI სტრატეგია, არ არსებობს სახელმწიფო პროექტები, არ არსებობს არაფერი, მივდივართ ერთადერთი გენერაციული ინტელექტის განვითარების კუთხით, რომელიც ეს მაგალითით შეიძლება მოვიყვანოთ TikTok-ზე გავრცელებული ვიდეოები, რომელიც Google-ის DeepMind-ის დაქვემდებარებაში მყოფი პროექტია, ერთ-ერთი VO3-ის ვიდეოები და აი რაღაცა ფოტოების გენერირება, ვიდეოების გენერირება, ეხლა ნუ ChatGPT კოპილოტი და რაღაცა ყველას აქვს ტელეფონში და შეიძლება ამ ტექსტის სტრუქტურირებაში და რაღაცებში გვეხმარება, მაგრამ ჩვენ რეალურად კვლევაძიებას არ ვაწარმოებთ უნივერსიტეტებში, არ გვაქვს, ნუ შეიძლება რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს კიდევ კერძო ინიციატივა, არანაირი სახელმწიფო პროექტები არ გაგვაჩნია, არც მანქანური სწავლების, არც კომპიუტერული ხედვის, ამ მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტი ვიცით, რომ 9-10 ძირითად მოდელს აერთიანებს. ერთ-ერთია ესეთი სწორედ დიდი ენობრივი მოდელები და დიდი ენობრივი მოდელის ერთ-ერთი ნაწილი არის ChatGPT. ეხლა წარმოვიდგინოთ, რამხელა მასშტაბზეა ხელოვნური ინტელექტი და რამხელა მასშტაბი შეიძლება იყოს. თან ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ესაც გავითვალისწინოთ პირველ ნაბიჯზე ვართ და ეხლა გადავდივართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. წარმოვიდგინოთ, თუ ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გვაქვს ამხელა შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დღეს გვიდგას და არ არსებობს ალბათ ადამიანი, ვის ტელეფონში ChatGPT არ იყოს და არ იყენებდეს მას ყოველდღიური ცხოვრებისთვის,
ჩვენ წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში ვიქნებით და რა გამოწვევების წინაშე ვიქნებით ნებისმიერი მიმართულებით გინდა დადებითი, გინდა უარყოფითი მიმართულებით სადღაც 5-10 წელში ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამიტომ ბევრი კუთხით გვჭირდება გადამზადება და ჩვენი ქვეყანა აი საიდანაც დავიწყე აბსოლუტურად მოუმზადებელი ხდება ყველა იმ გამოწვევას, რა გამოწვევების წინაშეც დავდგებით, აუცილებლად დავდგებით. ამას ვერ გააჩერებს ვერავინ. ტექნოლოგიურ პროგრესს და ტექნოლოგიურ პროცესს ვერ გააჩერებს ჩვენ ქვეყანაში ვერავინ. ნუ ეხლა შეიძლება ერთადერთ ცუდ რამეს გვიკეთებენ და თუ სამსახურს გვიწევენ, რომ არ მოდის ჩვენამდე ეს ინფორმაცია. ხალხი მასიურად დაზაფრულია და სხვა პრობლემებშია ჩაფრული და სხვა პრობლემებზეა გადართული, მაგრამ კიდევ ვიძახი, ტალღასავით რო გადაგვილოს, მე იქნება ძალიან გვიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ვართ და რომ ჩვენი სახელმწიფო არის უნდა ფიქრობს ამ პროგრამით, რომ მოსახლეობა ჩაქცეს მომზადებული. აი მაინტერესებს მაინც რა უნარები ჭირდება ხალხს იმისთვის, რომ მომზადებული შეხვდეს ამ ცვლილებებზე. აი მაგალითად რა უნარებია საჭირო ერთ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც ვერ ყვება საერთოდ ტექნოლოგიებში და უნდა რომ შეხვდეს ამ ცვლილებებს მომზადებული, არ აქვს საშუალება იმისა, რომ რაღაცა კუთხით მიიღოს განათლება და აი ძალიან კაი კითხვა. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში ჭირდება ახლებური გაგება, ახლებური აზროვნება და ის რომ დაიჯეროს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე კარზეა მომდგარი. ეგ უნდა გავიაზროთ. თუ ეს ვერ აღიქვი, რომ ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ 1-2 წლის პერსპექტივაზე, აი რამდენიმე თვის პერსპექტივაზე და არა 100 წლეულების პერსპექტივაზე, მაშინ აზრი არ აქვს არაფრის დაწყებას და არაფრის გაკეთებას. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დაგვაგვიანდა კიდეც. ის უკვე აქ არის. იმისათვის რომ ჩვენ სფეროში გადამზადებულები შევხვდეთ და ელემენტარული წინააღმდეგობების გადალახვა შევძლოთ და ელემენტარული დავალებების შესრულება შევძლოთ, ნუ ხო ყველა არ იქნება ეხლა ექსპერტი და ყველას ვერ მოსთხოვ რაღაცა ილონ მასკობას და სემ ალტმანობას და ასე ვთქვათ რეი კურცველის დონეზე ყოფნას, მაგრამ რაღაც ჩვენ სფეროში იყო თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეწყობილი, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული უნარებით აღჭურვილი იყო. ამისთვის ჯერ პირველ რიგში ადამიანმა უნდა გაიგო ზოგადად ხელოვნური ინტელექტის არსი, ისწავლო რა მიმართულებები არსებობს ხელოვნურ ინტელექტში და მარტო გენერაციული მიმართულება რო არ არსებობს. შემდეგ უკვე კარგი იქნება თუ ელემენტარულ დონეზე ენობრივი მოდელებთან მუშაობას ისწავლე. კარგად გამოყენებას ისწავლე, ტექსტის სტრუქტურირებას ისწავლე და შედარებას მოახდენ და ზოგადად კარგი გაგება გექნება იმის შენი სფეროდან გამომდინარე, რომელი ენობრივი მოდელი უკეთ გამოგადგება და უკეთ იმუშავებს შენ საქმიანობაში. აი ჯერ მაქედან რომ დავიწყოთ ძალიან ელემენტარულ დონეზე. შემდეგ უკვე გააჩნია შენ მუშაობ განათლების მიმართულებით, მედიცინის მიმართულებით თუ რა სფერო გაქვს არჩეული, კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხოება, რა ვიცი, ოსინტი, ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე უნდა აიღო და ისწავლო მინიმუმ 10-15 კარგი ინსტრუმენტი, რაც შენ სფეროშია. ეს ეხება კიდევ ჩამოთვლილ განათლებას, მედიცინას და რა ვიცი, ნებისმიერ სფეროს. ამ ინსტრუმენტების ცოდნა და დატესტვა მოგცემს იმის საშუალებას და კიდევ ვიძახი, სანამ ამ ინსტრუმენტებს დატესტავ სიღრმისეულად რაღაც დონეზე უნდა გაიგო რა არის ზოგადად ეს, რისთვის გამოიყენება და რატო ზოგადად ხელოვნური ინტელექტი შეისწავლო. შემდეგ გაიგო ამ ინსტრუმენტების დატესტვა შეძლო, კარგად გამოყენება ისწავლო და შემდეგ უკვე რაღაც დონეზე თუ გინდა ყოფნა, მინიმუმ ხელოვნური ინტელექტის აგენტის შექმნა უნდა შეგეძლოს. აგენტს როდესაც ქმნი და აგენტის გამოყენებას ისწავლი, ჩათვალე რომ შენ მარტო აღარ ხარ. აგენტი გეხმარება იმაში, რომ ჩათვალე 10 კაციანი გუნდი გიდგას, სხვადასხვა სფეროს წარმოვიდგინოთ რაღაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ეს იქნება ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი, იურისტი და ასე შემდეგ. და ანალიტიკოსები და ასე შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით ჩათვალე რომ აი 10-15 კაციანი გუნდი ყავს.
და როდესაც 10-15 კაციანი გუნდის გამოყენება შეგიძლია შენ სფეროში და ჩათვალე რომ შენი პარტნიორები არის გუნდი გეხმარება რაღაც გუნდი მეორე მხრივ რაღაც წარმოდგენა გაქვს და ზოგადი გაგება გაქვს ხელოვნური ინტელექტის შენ ნებისმიერ სფეროში იქნები საჭირო ადამიანი ნებისმიერ სფეროში იქნები გამოსადეგი იმიტომ რომ კიდევ ვიძახე ადამიანური ფაქტორი არსად არ დაიკარგება და ადამიანური შემოქმედებითობა არსად არ დაიკარგება და ის ადამიანები, ვისაც გააჩნია კრეატივი და ვისაც გააჩნია შემოქმედებითი უნარები, იმ უნარებთან ერთად, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს, განსაკუთრებულად საჭირო ადამიანები იქნებიან მომავალში. მაგრამ შენ თუ ეს უნარები არ გეცნობა, რაც ჩამოთვალე და გააზრება და გაგება არ გექნება ხელოვნური ინტელექტის, ნებისმიერ სფეროში ჩაიძრები, იმიტომ რომ არ დარჩება არც ერთი სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შევა. აი არ დარჩება არანაირი სფერო, არანაირი მომსახურების. დღეს შეიძლება ვიღაც იძახდეს, რომ აი მე რა დამემუქრება, მაგალითად, მუშაობ ბენზინ გასამართ სადგურზე, ანუ მუშაობ ოპერატორად, ანუ მუშაობ, რა ვიცი, ნებისმიერ ისეთ რუტინულ საქმეზე, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ. შენ ადგილს დაიკავებენ ჰუმანოიდი რობოტები, შენს ადგილს დაიკავებს რომელიმე დიდი ენობრივი მოდელი, ან ის ადამიანები დაიკავებენ შენს ადგილს, ვისაც ექნება ამ უნარების გამოყენების საშუალება და უნარი. ამიტომ შენ ყოველდღიურად განსაკუთრებით აი ეხლა კიდევ ვიძახი დაგვიანებულია, მაგრამ ყოველდღიურად უნდა ფიქრობდე იმაზე ადამიანი, რომ დროს აუწყო ფეხი. და კიდევ რატო ვთქვი ეს სიღრმისეული გააზრება და გაგება ხელოვნური ინტელექტის. სიღრმისეული გააზრება და გაგება გვჭირდება იმისათვის, რომ მხოლოდ ინსტრუმენტებზე დამოკიდებული ყოფნა არ მოგცემს შედეგს, რადგან უკვე არსებობს ხელოვნური ინტელექტის 10,000-ობით ინსტრუმენტი, 10,000-ობით ძალიან კარგი ხელსაწყო და შენ უბრალოდ ვერ დაეწევი, იმდენად სწრაფად ვითარდება და იმდენად ბევრი ხელსაწყო იქმნება, რომ შენ თუ ზოგადი გაგება არა გაქვს, გააზრება არა გაქვს, როგორი დასწავლილი ხელსაწყო გჭირდება, როგორი უნარების ხელსაწყო გჭირდება, უბრალოდ ვერ მიხვდები, რომელი გამოიყენო და რომლით იყო კონკურენტუნარიანი ზოგადად შრომის ბაზარზე. ამიტომ კარგია თავიდანვე რომ სიღრმისეულად იწყებს, საფუძვლებით იწყებ და შემდეგ გადადიხარ უკვე პრაქტიკულ გამოყენებაზე. ხო, მაგრამ უკვე ხელოვნასალანა დაგროვდა საფისებები და ჩვენ ძალიან ზედაპირულად ვსაუბრობთ ახლა რომ ალბათ ძალიან მალე სკოლებში უნდა დაინერგოს და ის ხელოვნური ინტელექტი რომ შემდეგ ადამიანმა შეძლოს განვითარება. იცი რა საინტერესოა სახელმწიფოები და განათლების სისტემები რამდენად სწორად ეგებიან ამ ტრანსფორმაციას და ჩვენ გავიგეთ ხა სადაც ვთანხმობ, მაგრამ აი რომელი ქვეყნები მუშაობენ? როგორც ჩამოთვალე, ყველა ქვეყანა თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ახლა ჩინეთს თავისი პოლიტიკა აქვს, ავტორიტარული ქვეყანა და ადამიანების კონტროლისზე ძირითადად მიმართული მის ხელოვნური ინტელექტის განვითარება, არა მარტო კონტროლიზე, სახელმწიფოს ძლიერებაზე და ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე და ასე შემდეგ, იმათ რაც სჭირდებათ, შეერთებულ შტატებსაც ამ მიმართულებით ძალიან უდიდეს პროექტები აქვს და მილიარდებს ვსწრებით, ჯერ მარტო DARPA რაც შეიძლება DARPA-ზე შეიძლება ვილაპარაკოთ დილიდან საღამომდე, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის მუშაობს და გასაიდუმლოებულ ტექნოლოგიებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და სასწავლო პროექტებს ქმნის. რა ვიცი ეს ამ ასეთი მიმართულებებით მუშაობს როგორც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რა ვიცი გერმანია, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები და ასე შემდეგ. თუმცა განათლების სისტემაზე მინდოდა ერთი რამე თქვა. განათლების სისტემაში უკვე შეიძლება პერსონალიზირებული მეთოდის გამოყენება, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ მოსწავლეზეა მორგებული განათლება. ანუ ყველას ერთნაირად კი არ ასწავლიან, უკვე ადამიანი ვიცით რომ იბადება ჭკვიანი, ნიჭიერი, შედარებით ნაკლებად ნიჭიერი და ასე შემდეგ და ეს განათლების პერსონალიზირებული სწავლების სტილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოგცემს მაქსიმალურ ეფექტს. ასევე მსგავსი პერსონალიზირებული მიმართულებები ინერგება უკვე მედიცინაშიც, რომლებიც ადამიანებს უკვე პერსონალიზირებულ დიაგნოსტიკაზე მუშაობენ და ასე შემდეგ და
ბევრი ისეთ სიკეთეს მივიღებთ ზოგადად ხელოვნური ინტელექტიდან, რაც მართლა რა ვიცი ბევრ დადებიც მოიტანს ადამიანებისთვის და ბევრად მარტივს გახდით ცხოვრებას. თუმცა ჩვენი ქვეყანა რას მიიღებს ჯერჯერობით არ ვიცი. ამ ყველაფრიდან აი ეს ამ სიტუაციაში ვარ და კიდევ ვიძახი რომ ქვეყნები ვისაც რაღაცა პოლიტიკური დომინირება უნდა დღესდღეობით სოფლიოზე არ არის დღესდღეობით თუ ადრე იყო ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ ატომური ბომბის მეშვეობით, დღეს არის ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მეშვეობით კიდევ ვიძახი სხვადასხვა მიმართულებებში და ჩვენ ამის მაგალითებს ვხედავთ ახლა ბოლო უკრაინის ოპერაცია რაც მოხდა რუსეთში ესაც ხელოვნური ინტელექტის დრონების ოპერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდა და სასწაულები ჩაიდინა და იქ ჩვენ გვქონდა ამაზე გადაცემა ჩაწერილი სადაც დეტალურად ვისაუბრეთ რა ტექნოლოგიები გამოიყენა და რაც შეიძლება 2 წლის წინაც კი აქ იყო AI, computer vision-ი, machine learning-ი, დასწავლული დრონები, რომლებმაც აირიდეს რადარული სისტემები მოატყუეს, ასე ვთქვათ, რადარული სისტემები და ისე მიაღწიეს თავის მიზანს, როგორ უნდა აირიდო, როგორ მოატყუო, როგორ შეინიღბო. ეს ყველაფერი გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა. თან რომ ამ თემას რო გავდიოდით, იმდენად სასწაული რაღაცები იყო, რომ 2 წლის წინ შეიძლება გეფიქრა, რომ ის ზღაპარს კითხულობდი, მაგრამ უკვე აქ არის და არ ვიცი, სად ვიქნებ კიდე 5 წელიწადში, 10 წელიწადში, ალბათ რაღაც ფანტასტიკის სფეროში გადავალ. აგერ ფანტასტიკის სფეროში კი გადავალთ, მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით, აი ეს არის ძალიან საინტერესო. რა ხდება იმ ადამიანებთან, ვისაც აი ეს ტექნოლოგიური ადაპტაცია ძალიან რთულია? აი ამ ადამიანებისთვის იქნება ზუსტად კულტურული შოკი. წერან ამაზე ვსაუბრობ და კიდე გავიმეორებ. თქვენს ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის უნარები თავიდან ბოლომდე ათვისებული და შეთვისებული. აღარავის აღარ ემახსოვრებით საერთოდ, აღარავის აღარ ემახსოვრება თქვენი გამოცდილება, თქვენი წარსული რაღაც დამსახურებები, თქვენი სანათესაო, თქვენი სანაცნობო ვერც ამით დაალაგებთ, ვერც იმით რომ რაღაც გიკეთებიათ 30-40 წლის განმავლობაში და თქვენ სფეროში გარკვეულწილად რაღაც წარმატებულ ადამიანად ითვლებოდით, ვერაფრით ვერ დაალაგებთ, რადგან თქვენი კონკურენტი ამ შემთხვევაში არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არიძინებს, არ ითხოვს საჭმელს, 24/7-ზე მუშაობს, არ იღლება, თავი არ სტკივა, არ წუწუნებს, არც პრემიებს არ ითხოვს და ეხმარება იმ ადამიანს, ვინც შენ უნდა გაგიწევს კონკურენცია. ნუ თქვენ ადამიანს დაიკავებს, თქვენ ადგილს დაიკავებს ის ადამიანი, ვისაც აი ეს უნარები ექნება და ამ უნარებით იქნება აღჭურვილი. ხო, როგორ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა თუ არანაირი ცოდნა არ გექნება და ვერ აიწევ. ვერ გაუწევ ვერანაირ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ის წამებში სწავლობს მილიონობით დოკუმენტს. წამებში უკეთებს ამ ყველაფერს სტრუქტურირებას, წამებში აკეთებს ამ ყველაფრის გენერირებას და ამის გაშლას, ხო, გაშლას უფროს რა მიაწოდო, სუბორდინაციასაც გიკეთებს, როგორ დაალაგო, შენი მაგალითად ჟურნალისტი ხარ და შენი გაკეთებული სტატია, აი მაგალითად კოპილოტი თუ შვენივრად აკეთებ, SEO ოპტიმიზაციას გიკეთებს და Google-ის საძიებო სისტემებში როგორ იყოს ყველაზე მარტივად მოძებნად და პირველ გვერდებზე როგორ გამოჩნდეს და მეორე მხრივ არიან ადამიანები, მეორე მხარეს დგანან მოუმზადებელი ადამიანები, შეიძლება ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო თავის დროზე, მაგრამ ნუ არანაირი რესურსი არ გააჩნდეს, ეხლა გაუწიოს კონკურენცია, შემოვიდეს კონკურენციაში იმ ხალხთან, ვისაც აი ეს აქვს, რა ქვია, ტექნოლოგიური უნარები აქვს აღჭურვილი. გააღრმავებს თუ არა AI სოციალურ უთანასწორობას? კი ბატონო, აი მან მივიდიოდი ზუსტად სოციალური უთანასწორობა გააღრმავდება და შეიცვლება, აი აბსოლუტურად ამოყირავდება სიტუაცია.
არის ეგეთი გამონათქვამი, ფარარო შემოტრიალდება კოჭილი სხვა თავში მოექცევაო. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ისეთი ადამიანები, ვინც აქამდე არაფრად არ მიგვაჩნდა, ვისაც შეიძლება აქამდე არანაირი ნიჭი უნარები არ ქონდა, დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის უნარებით, სწორედ აი ამ ფარის თავში მოექცნენ, შემოტრიალებული ფარის თავში და სოციალური უთანასწორობა გაღრმავდეს, რა თქმა უნდა, ვისაც ამის უნარები ექნება, ვისაც ექნება იმის უნარი, რომ შექმნას ხელოვნური ინტელექტის აგენტი, ღრმა გაგება ექნება ამ ყველაფრის და ღრმა ცოდნა, ის ადამიანები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სფეროში ეს იქნება ბიზნესი, ჯანდაცვა, განათლება თუ ასე შემდეგ, ნებისმიერ სფეროში იქნებიან გაცილებით წარმატებულები, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციული მეთოდებით მეუდგება სწავლას და ცოდნას და ამიტომ რა თქმა უნდა გაღრმავდება და ამის მაგალითებსაც ვნახავთ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5-10 წლის მანძილზე. მადლობა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მადლობა თქვენ. ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად დაინერგება. მადლობა თქვენ. უფრო მეტად ავიწყოთ ეს ახალ გამოწვევებს. იმედი მაქვს მეც და რა მადლობა გადაცემისთვის. ეს იყო გადაცემა ალგორითმი მომავალ შეხვედრაზე.